შეიძლება ესეთ თათბირის გამართვა იყოს, როდესაც მიდიხარ ტელეფონის ასაკდება და არა ცალკე. დაკარგეს ჩვენია ლელო მეორე ლელო გიალაბაძე ჩინებულად ჩავიგდეს ბურთი ხელში და იქ უკვე ტექნიკის საქმე იყო, რომელიც ქართველ მორაგბეებს ნამდვილად არ აკლია. აი ნახეთ რა კარგად გიორგი ჩხაიძე მაიღო ბურთი მას წაეტანა შემდეგ გიალაბაძე და იქ რა თქმა უნდა შესანიშნავი ლელო ანგარიში დავწინაურდით 10-3-ია რეალიზაცია უნდა დავარტყათ შესანიშნავი საშუქარი ჩინებულად შევირგეთ. თავიანთ მათი დერეფანი იყო და ესეთ კრიტიკულ მომენტში თავის 22-ში ვერ ააგდეს სწორად, ისე რომ ჩვენ შევაგიგდეს ბურთი ხელში. დიდ მატჩებში ხშირად ის იმარჯვებს, ვინც ნაკლებად ცდება. ერთი შესანიშნავი ლელო გავიტანეთ, ჩვენ თვითონ შევქმნით, შემოქმედებითი ლელო იყო, მეორე მეტოქის შესრულებით სარგებლობთ. მერაბ კვირიკაშვილი 26 წლის გახლავთ 33 შეხვედრას ატარებს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში. იგი საფრანგეთის მასისა და საქართველოს ნაკრების მცველია 120 ქულა აქვს მას ნაკრებისათვის ამ დრომდე მოტანილი. და ქართულ გულშემატკივრებს ხედავთ თქვენ ახლა ტრიბუნაზე. საკმაოდ მახვილია კუთხე, დარტყმა და ზუსტი 12-3 წინ საქართველოს ნაკრებია 20 წუთი მიილია მატჩის დაწყებით. საქართველოს ნაკრები გუშინ 12 საათზე ჩარტერული რეისით გაემგზავრა თბილისიდან მარიუპოლს. ნაკრებთან ერთად გულშემატკივრები დაახლოებით 112 გზავრი იყო თვითფრენავზე, ოფიციალური დელეგაცია 35 კაცის შემადგენლობით, დანარჩენი ის გულშემატკივრები, რომლებიც ახლა მარიუპოლის სტადიონის ტრიბუნებზე არიან და ამათ დაუმატეთ უკრაინაში მაცხოვრებელი ყველა